გომბორის მოსამზადებელ ცენტრს სტუმრობდნენ ჩვენი ჟურნალისტები, რომლებსაც მივაწოდეთ მოხალისეთა ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, გავაცანთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, ჩვენი სასწავლო პროგრამები, თუ რა მიზნებს დამოცანებს ემსახურება ორგანიზაციის მიერ მოხალისეების გადამზადება, რაც მათი მხრიდან ძალიან დადებითად და მაღალი ენთუზიაზმით იქნა აღთქმული. როგორც ვეტერანი ჟურნალისტი, წლების განმავლობაში ამ თემებს ვაშუქებდი გაზეთების ფურცლებზე, ამ ბოლო დროს აღიარება იმისა, რომ მე ვარ საქართველოს ვეტერანთა დიდი ოჯახის წევრი, არის საოცრად საამაყო. რაც გაგვიკეთებია, ამას ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია და ძალიან დიდი მადლობა გენერალ კობა კობალაძეს, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული გენერალი და ერთ-ერთი გამორჩეული მამულიშვილი დღევანდელ საქართველოში. საინტერესო შეხვედრა ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენიდან დღემდე. საუბრძოლო მოქმედებებში მონაწილე და გამშუქებელი ჟურნალისტების სტატუსის მინიჭების ცერემონიალი. გავმართეთ კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა თითოეულ მათგანს. გამოუხატო იმ ჯაფისთვის, თავდადებისთვის, შრომისთვის, რამაც ფაქტობრივი მასალა შეგვინარჩუნა და შემოინახა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი გმირების და კიდევ ერთხელ ყველა დაღუპულის ოჯახს მინდა მოიუსამძიმრო.